Ამ წლის 27 იანვარს ნინოობის დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ისტორიულ ჰერეთში სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს ეწვია. ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის დროებით მმართველმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჭუაძე ტაძრის წინამძღვარ დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა. საზეიმო წირვას ისტორიულ ჰერეთში მცხოვრებ მრევლთან ერთად დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ბატონი ზურაბ პატარაძე, გენერალური კონსული ბატონი კახაბერ აბდალაძე და საელჩოს წარმომადგენლები. მეუფე თეოდორემ ადგილობრივებს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა გადასცა. დღესასწაული მიულოცა და თბილი დახვედრისთვის გულითადი მადლობა გადაუხადა. წირვის დროს მიტროპოლიტმა თეოდორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ტარიელ ფოლადაშვილს, რომელიც 2022 წლიდან დიაკვნად მსახურობდა კახის რაიონში. მღვდელი ტარიელი ისტორიულ ჰერეთში იმსახურებს დეკანოზ პეტრესთან ერთად. მღვდელმთავარმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტს, კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, აზერბაიჯანის საელჩოს საქართველოში, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა ეს ვიზიტი. ეს განსაკუთრებული დღე არის წმინდა ნინოს ხსენების დღე, თითოეული ქართველისათვის ძალიან განსაკუთრებული დღეა. და მე მინდა საქართველოს უძველესი კუთხიდან, ალიბეგლოდან მიულოცოს სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს ხსენების დღე. და შევთხოვ უფალს, რომ უფალმა დალოცოს საქართველოს, უფალმა მისცეს მშვიდობა საქართველოს, უფალმა მოგცეს ერთსულოვნება საქართველოში ცხოვრებ თითოეულ ადამიანს და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებ თითოეულ ქართველს, მოგცეს ერთსულოვნება და ერთობა ღმერთში. ჩვენი ერთობა უნდა იყოს ღმერთში, ეს იქნება ნამდვილი ერთობა. სხვა ვერაფერში ვერ გავერთიანდება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში უნდა გავერთიანდეთ და წმინდა ნინო გვაძლევს. ლოცვა კურთხევას, წმინდა ნინო გვაძლევს მათს, დედა ღვთისმშობელი გვაძლევს ლოცვა კურთხევას და მათს იმისათვის, რომ ჩვენ ვიყოთ ერთნი, უფალში ვიყოთ გაერთიანებული. მე დავლოცავ სრულიად საქართველოს და მოგილოცავ დღევანდელ დღეს. დღეს აღესრულა განსაკუთრებული დღე არის, თითქმის საუკუნე არის ამ ტაძარში არ აღსრულებულა მდლად კურთხევა და დღეს უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით ხელი დაესხა დიაკონ ტარიელს მდლად და ის ამ კუთხეში გააგრძელებს მღვდელმსახურებას, რაც ძალიან დიდი სიხარულია თითოეული აქ მცხოვრები ადამიანისათვის, თითოეული ჩვენთაგანისა. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და დალოცოს სრულიად საქართველო. ისტორიულ ჰერეთიდან მოგილოცავთ ნინოობის დღესასწაულს, წმინდა ნინო იყოს მფარველი სრულიად საქართველოს, ჩვენი პატრიარქის. ულოცავ საქართველოს წმინდა სინოდს, სრულიად ქართველ ხალხს და ჩვენს კუთხეს. ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. მადლობა და დიდება უფალს ყველაფრისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ამ ულამაზესი მუნიციპალიტეტიდან მიულოცოს უყოლას ნინოობა, უსურო წარმატების სიკეთე. ძალიან ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანია, რომ დღეს ფაქტურად პირველად დაიწყო მსახური აქაურ ტაძარში, სოფელ ალიბეგლოში. მამაო ტარიელმა მინდა მიულოცო მას და უსურო წარმატებები, უსურო დიდხანს ელოცოს ჩვენი ქვეყნების სიძლიერეზე, წარმატებებზე, საქართველოს აზერბაიჯანის ურთიერთობებს და რა თქმა უნდა ისტორიულ მრევლზე, რომელიც ცხოვრობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები. მინდა მადლობა გადაუხადო აზერბაიჯანის ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის. უპირველეს გილოცავ ნინოობას. ულოცავ მთელ საქართველოს, ჩემს სოფელს. აქაურ ქართველობას, მართლმადიდებლებს, არა მართლმადიდებლებს. იცით როგორ მიხარია დღევანდელი დღე? დღეს ბედნიერი ვარ, რომ გვიკურთხეს მღვდელი, მამა ტარიელი. საუკუნეზე მეტი ამ კუთხეს არ ყოლია მოძღვარი, ადგილზე ნაკურთხი. მადლობა უფალს.
მადლობა უწმინდეს, მადლობა დედა ეკლესიას, მადლობა ყველას, რომ დღეს ისტორიული დღე შესდგა. მადლობა მეუფე თეოდორეს. მადლობა საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, მადლობა საქართველოს მთავრობას, ასევე აზერბაიჯანის მთავრობას. რო არა ერთობლივი ძალისხმევა, ეს დღე არ შესდგებოდა. მე მინდა ისე მადლობა ყველაზე დიდი მადლობა ვთქვა ჩემს სოფელს, ჩემებურებს. ტახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად მოძღვრად იკურთხა ადგილობრივი მკვიდრი მამა ტარიელ ფოლადაშვილი. მადლობა ღმერთს, მადლობა უფალს ამ დღეს მოვასწარით მთელი ალიბეგლოს მრევლის სახელით, მთელი სოფლის სახელით მადლობას ვუხდი ეპარქიის წარმომადგენლებს, მეუფე თეოდორეს, ყველა მამავს, ყველა სტუმარს და მადლობა უფალს, რომ ამ ქვეყნად არიან ასეთი ადამიანები, ვინც ჩვენ გვერდით დგანან ამ დიდი ბედნიერების ჟამს. სოფელ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნეში აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია საწყობად გადააკეთეს, ხოლო 10-ოდე წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ძალისხმევით და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომით ტაძარი განახლდა და აღდგა ღვთისმსახურებაც. აღსანიშნავია, რომ ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში მღვდლად კურთხევა საუკუნეზე მეტია არ შესრულებულა.